დღეს პირველად შედგა შეხვედრა ხათუნა გოგოლაძესა და ქართული ოცნების გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელ ლაშა ჩარტიშვილს შორის. საუბარი შეეხებოდა ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას სახელწოდებით საქართველოს გარემოს დაცვითი კონცეფცია. ასევე განეხილეს დღეისთვის ამ სფეროში არსებული ურთულესი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. გადაწყდა მომავალი შეხვედრის თარიღიც. პირველი პირებიდან დაწყებული ყოლა არის მზაობად მოლაპარაკებისაკენ და საიმისოდ რომ მომავალში გამოსვლების ხარვეზები რაც არის ნახოთ რომ გვაჩვენებს ეს პირველი შეხვედრაა და ჩვენ დღეს ვგადავწყვიტ რომ აუცილებლად უახლოეს ალბათ ერთ თვის განმავლობაში გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა სადაც იმ დაპირებებს იმ დამატებით გეგმებს რომელზეც იყო ლაპარაკი ნახავთ თუ რამდენ შეასრულა ახალმა მინისტრმა და მისმა სამინისტრომ და ეს არის გარკვეულად ჩვენი მოსაზრებების გაცვლა მათთვის გარკვეულწილად იმის ახსნა თუ რა სადგმიმყოფებით თვითოული იმ პუნქტთან მიმართებაში რაც არის ამ პროგრამით გათვალისწინებული რა იგეგმება, რა გაკეთდა უკვე და ვიღებ რეკომენდაციებს მათი მხრიდანაც რომ რა არის უკეთესი, როგორ გავაკეთოთ. ანუ ასეთი მუშა სახის პირველი შეხვედრა.